დღეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი წარმატების დღე, იმიტომ რომ ევროკომისიამ განიხილა დღეს დილით და დაამტკიცა ის ანგარიში, რომელიც ამბობს, რომ საქართველომ წარმატებით განახორციელა საკანონმდებლო ცვლილებები, რომ ჩვენი ქვეყანა წაწეულიყო ერთი ნაბიჯით წინ და დაეხურა პირველი ფაზა, ეგრეთ წოდებული, იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს ერთ დღეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ეს არის დიდი წარმატება, ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ბევრი ძალისხმევა, ის რეფორმა, რაც განვახორციელეთ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, თუნდაც ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი, თუნდაც მიგრაციის შესახებ ბოლო რეფორმა, უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. იმ კოლექტიური ძალისხმევის ფარგლებში, რაც იყო სხვადასხვა უწყებების შეერთებული ძალისხმევა, დაფასდა, დადებითად შეფასდა და ამან მოიტანა პოზიტიური შედეგი. პირველი ფაზა დახურულია, მეორე ფაზა იგულისხმებს მომავალში იმას, რომ ის რაც ჩაიწერა კანონში და შეფასდა დადებითად, ამის იმპლემენტაციის, პრაქტიკაში იმპლემენტაციის შეფასება მოხდეს და ჩვენ გველის, რა თქმა უნდა, ისევ კოლექტიური ძალისხმევის ფარგლებში აგრეთვე ბევრი შრომა იმისთვის, რომ საბოლოო მიზანს მივახციოთ, როგორც ეს არის ნათქვამი ევროკომისიის დღევანდელ პრეს-რელიზში. მე როგორც იუსტიციის მინისტრს მსურს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ქალბატონ ევროკომისარს სესილია მალმსტრომს, რომელიც მუდამ გვერდში ედგა იუსტიციის სამინისტროს კეთილი რჩევებით, მეგზურობით იმისთვის, რომ ნებისმიერი რეფორმა გატარებულიყო სწორად, შექმნილიყო სწორად ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში და დამდგარიყო ის შედეგი, რაც დღეს დილით დადგა და მე მინდა ქართულ საზოგადოებას მივულოცო ეს წარმატება, თუმცა წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს.